პერი ანდრიას სახელობის ფონდის ორგანიზებით მორიდის საქველმოქმედო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფონდის ბენეფიციარების დახმარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია ფონდის აქციაზე, რომლის სახელწოდებაა 13. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში ნებისმიერს შეუძლია გაიღოს თანხა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. სწორედ ამ აქციაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ბედნიერი სახლიდან ჩაგვირთვება პერი ანდრიას დედა, ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც უფრო მეტს მოგვიყვება თუ როგორ ემზადებიან პროექტისთვის და რა ღონისძიება აქვთ დღეს ბედნიერ სახლში დაგეგმილი. დილამშვიდობისა, ქალბატონო თინათინ. დილამშვიდობის. დილამშვიდობა მონაწილეობისთვის გადაცემაში. დიდი მადლობა, რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. გაიხარით, მადლობა თქვენ ესე აქტიურად ახალ ჩართულები ფონდის ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და ძალიან ძვირფასი. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგიკითხავთ, რა თქმა უნდა, სიყვარულით თქვენც და ბედნიერი სახლის თითოეულ ბინადარს და რომ გითხრათ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა ღონისძიება არის დღეს დაგეგმილი და როგორ ემზადებით ამ ღონისძიებისთვის. თქვენ ტელევიზიის მეშვეობით არაერთხელ აღვინიშნავს ამ დღესთან დაკავშირებით, უბრალოდ ცოტა რაღაც პატარა სახეცვლილება განიცადა ამ ჩვენმა პროექტმა, უფრო ესე რომ ვთქვათ, განვაახლეთ. მანამდე ხო ვამბობდით ყოველ 13-ში 1 ლარი, ეხლა ამ პროექტს ქვია 131, თან კიდევ ყველამ კარგად იცის ჩვენ ცხოვრებაში, ვინც ჩართული არის აქტიურად ფონდის, რომ 131 საერთოდ ეს ციფრი მამანდიას უყვარდა და ყველგან ამას წერდა. ხოლო როდესაც ის აღიკვეცა 13 რიცხვში, მაშინ თქვა რომ აი დედა თურმე რატომ მიყვარდა ყველაზე ძალიან ციფრი 13 და 131 მისთვის აქედანაც 13 იყო და იქიდანაც როცა ვეკითხებოდი, ყველგან 131 რატო წერდა დედა. და მე აღმოვაჩინეთ დღეს და ერთ-ერთმა ჩემმა შვილობილი იყო, მაგრამ ეხა უკვე უფრო უმცროსი მეგობარი არის და ფონდის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული გიორგი ჟოროლიანი, მან მითხრა რომ აი ნახე დეო 131-ო 13 და 1 ლარი. აი ესე შეხედიო რომ ყოველ 13-ში 1 ლარი და რაღაცნაირად აი ესე დავიწყეთ ეხა ჩვენ აი ამის განახლება და დღევანდელ ღონისძიებაში და თვითონ ზოგადად კამპანიას დავარქვით 131. დღევანდელ ღონისძიებაში მოვიწვიეთ ფონდში, სახლში, ბედნიერ სახლში სხვადასხვა სადაზღვე კომპანიების მესვეობნი, თანამშრომლები, თან ვაჩვენებთ სახლს, გავაცნობთ, რას ვაკეთებთ, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხდეთ, საერთოდ პერი ანდრიას სახელმწიფო ფონდი ძალიან ხელშესახები არის, იმიტომ რომ ხედავენ ყველაფერს და აქვე შეუძლიათ მოვიდნენ ნახონ და თამეთი დახმარების აი ეს ნაყოფი რაც არის ბავშვებსაც შეხვდნენ და თან ნახონ რასაც ვაკეთებთ. ამიტომ ესე რაღაც მოვიფიქრეთ და ეხლა რო იწყება ამ თვიდან პირველი არის სადაზღვე კომპანიები, მოვლენ, პატარა კონფერენციას ჩაუტარეთ, სახლს დავათვალიერებთ, ავუხსნით და ვეტყვით და ერთგვარი კეთილინების ელჩები იქნებიან ჩვენსა და თავიანთ თანამშრომლებს შორის, რომლებსაც თვითონაც შემდგომ გაუზიარებენ ინფორმაციას, რომ უფრო მასშტაბური გახდეს და თითოეულ თანამშრომლს შეეძლოს აი ამ 1 ლარის შემოწირულობა ფონდში და რა თქმა უნდა ავტომატურად დაეხმარებიან ჩემს შვილობილებს და მათ ოჯახებს. რა თქმა უნდა სიკეთე უსასრულოა, სიკეთე გადამდებია და შესაბამისად როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, ყველა ადამიანს ნებისმიერს შეუძლია რომ ჩაერთოს ამ აქციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თავად დაინტერესების კუთხით, რამდენად არის ინტერესი საზოგადოებაში რომ ჩაერთონ ამ აქციაში და რამდენად მნიშვნელოვანი არის მათი აქტიურობა. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საზოგადოების, იმიტომ რომ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ ახლა ჩვენ ვერ ჩამოვიკედებით ერთეულ კომპანიებს ან ადამიანებს. სწორედ ამიტომ იყო ჩემი мотиваცია მართლა რომ 1 ლარის თხოვნა არავისთვის არ მერიდება უკვე და ცოტა რთული სიტუაცია არის ისედაც, ხო და შეიძლება ხარ ყველას თავისი პრობლემა ქონდეს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ამით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ თითოეულ ადამიანს და უბრალოდ ჩვენ უნდა მივიტანოთ კარგად ადამიანებამდე, საზოგადოებამდე, რომ მათი 1 ლარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იფიქრო ხა ჩემი 1 ლარი რას იზამს და რაღაცა ეს
მოქმედება არ გააკეთო, ხო, ამ ტელეფონში დღევანდელი მობაილ ბანკები ამ შესაძლებლობას იძლევა, რომ მონიშნად კი შეუძლიათ, რომ ყოველ 13-ში მონიშნონ და 1 ლარი ჩაგვერიცხოს, თუმცა ხა ჩვენ უბრალოდ ეს კამპანიის იდეა და აზრი არის და ასე ვთხოვთ ადამიანებს ყოველ 13-ში 1 ლარს პირობითად, თუმცა ყველა ადამიანი შეუძლია სულ სხვადასხვა რიცხვში ჩარიცხოს, მათთვის ეს უფრო კომფორტული არის, მაგრამ მე ვფიქრობ 1 ლარი ესეთი თანხა არის, რომ ყოველ 13-ში დიდება უფალს და ყველას კონდეს, მეტიც კონდეს ანგარიშოსი და 1 ლარი შეუძლიათ რომ ჩაგვირიცხო. აი თავარი არის რომ კარგად გაიაზრო. დიახ. აი ალბათ თინა თქვენ უკვე დაახლოებით ისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად მინდა ჩვენს მაყურებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ ხვალინდელი აქციის შესახებ, თუ არის შესაძლებელი რომ ავუხსნათ რა ფორმით და როგორ არის შესაძლებელი რომ დაეხმარონ ბედნიერი სახლის ბინადრებს. ესე იგი ყოველ 13 რიცხვში ჩვენ ადამიანებს ვთხოვთ 1 ლარს და ეს 1 ლარი შესაძლებლობას მისცემს მათ რომ იყვნენ ქველმოქმედები, დაგვეხმარონ ჩვენ, დაგვიდგნენ გვერდში და ჩვენ ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. მკურნალობა, რა თქმა უნდა, უფასო არის ბავშვების, უბრალოდ შემდგომი ეტაპები, გართულებები, მედიკამენტები, როდესაც გადადიან უცხოეთშიც, ჩვენ დიდი არის ხარჯი ფონდის სიმართლე რო გითხრათ, ხშირად სჭირდებათ რეანიმატოლოგის მომსახურება, ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა დამატებითი დახმარება ბავშვებს და აუცილებელი პირობები, რომ ისინი კომფორტულად გადაადგილდებოდნენ, ან კიდევ იმკურნალონ, ხო? ამიტომ ჩვენ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს 1 ლარი ამაში ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და სახლიც არის ცოტა ისეთი დიდი, თქვენ არაერთხელ ყოფილიყავთ ჩვენი სტუმრები, თქვენი გადაცემა და გვჭირდება უკვე დახმარება ელემენტარული, რომ სახლით შევინარჩუნოთ, ხო? კომუნალურები გვაქვს, ბავშვებს უყვებავთ, ტრანსფერი ემსახურება ბავშვებს და ამიტომ ხარჯი მაინც დიდია ფონდისთვის და ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას ყოველ 13-ში მხოლოდ 1 ლარს. აი წლის განმავლობაში ყოველთვიურად შესაძლებელი იქნება ყოველთვის 13 რიცხვში, რომ 1 ლარი გამოირიცხოს თქვენს ანგარიშზე. აი ახლა რაც დავიწყეთ აი 131, ამით ჩვენ ყოველ თვე 12-ში, ან 13-ში ზოგჯერ ვუმასპინძლებს სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა სფეროდან და დავიწყებთ სადაზღვევობით ახლა აი რაც შეიძლება უფრო მეტად ყოველთვიური სახე ექნება, ხო, ესე იგი გავდათიათი. დიახ, ყოველ თვე სხვადასხვა კომპანიას წარმოგიდგენთ, სხვადასხვა კომპანიების არის მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლიობას. აი ეს მარტო ერთი არა. მთელი საქართველოს მასშტაბით. დიახ. ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ ბავშვების განწყობასთან დაკავშირებით, როგორია მათი განწყობა და სხვადასხვა ღონისძიებაში როგორ ერთვებიან ისინი რა სახით იღებენ მონაწილეობას. აი ისეთი ფუსფუსი არის ხოლმე და ისეთი რაც ცოტა გიჟური ისა გვაქვს, რა ქვია, ახლა ისე ძალიან ბოდიში თან ღელავთან ძალიან დაღლილები ვარ. ესე იგი, თვითონ ბავშვები ძალიან არიან ჩართულები. აი მათ ის ყველაფერი აინტერესებს, ჯერ მეკითხებიან როგორ გააკეთოთ გუშინ, დარბოდნენ რაღაცა ცოტა რაღაცები გადავაადგილეთ და ერთ მოქონდა 2 სკამი და მითხარი არ წამოიღო შვილო, არ გააკეთო და არა მეცვიდა იმდენად მათთვის ეს ძალიან სახალისოა და თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე მინდა გითხრათ თქვენ ადამიანებს და იმ კომპანიებს, ვინც მობრძანდებიან, როგორ გელოდებიან ბავშვები. მათთვის ეს არის უდიდესი სტიმული, რომ მათთვის მოდიან და როდესაც ვერები აი ეს მოდის, ის მოდის, ხო, მეუბნები ჩვენთვის მოდიან დედა, ანუ ჩვენთან მოდიან, ჩვენთვის მოდიან. აი მაშინ გრძნობენ მშობლებიც და ბავშვებიც, რომ მარტონი არ არიან, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ უფრო დიდი ერთი ოჯახი ვართ და ჩვენი მათთან დახმარება და მათ გვერდში დგომა მათთვის არ არის გასაკვირი. ეს ჩვეულებრივი ორგანული ამბავი არის, მაგრამ როდესაც აი სხვა ადამიანები მოდიან უკვე და სხვადასხვა კომპანიები და ერთიანდებიან მათ ირგვლივ, აი ეს მათთვის უდიდესი სიხარულია და ამიტომ ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ არ გააწმილოთ ჩემი შვილები, როდესაც ჩვენ მოვდივართ რომელიმე ფონდის თანამშრომელი და მე და რამის გეუბნებით და მით უმეტეს რომ გეპატიჟებით სახში უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ სახში გელოდებიან ჩემი შვილები. გვინდა გისურვოთ ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის დახმარება და წარმატებები ბუნებრივია და დიდი მადლობა ასევე რომ ჩაგვერთეთ დილა ადრიანად პირდაპირ ეთერში. და გამოჯანმრთელება, რა თქმა უნდა, ბედნიერი სახლის თითოეულ წევრს და ბინადარს და დიდი სიყვარული ჩვენგან გადაეცით. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. გაიხარეთ, მადლობა. ბერი ანდრიას დედა ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხიმიანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.